გარეთ როგორ სიღებს ახლა? პირველი ვიდეო გარეთ. მოგოებო. ვარი სასწაული ეს. ნახეთ რა ფერებია, ბანკში უნდა მივიდე ახლა. კიდე კარგი ნახეთ. აი მერთო ჩემო ეს არის. რაცა სასწაული. კიდე კარგი რომ ჩაუცი მანტო, იმიტომ რომ ის არის ცხელა გარეთ. სალამასი. დავიგია სულოდები. ამში უნდა მივიდეთ, აქ ძლის დავაყენეთ მანქანა და ეხლა რაც მაქვს საქმეები ყველაფერს გავაკეთებ. აქ გვეყოლება მანქანა და მე ჩამოვალთ და ის ნახეთ აწილი. მე აქვს შესაძლებელი. აი ფილტრი ბუნებრივი მზისა. აღარ მოდის ჩემი ხმარი დაიკარგა. სად დაიკარგა არ ვიცი. აი აქ არის ბანკი, ზღაპარი, ისა. ხო, წა, მოხვედი. ბილეულზე შემოვედი fixed price-ში, ეს 4.50. ეს რაღაცა ახალია. ირებით არის. კლინიკაში ვიყავი შევიძინება, სულ გამოვიტანე და ახლა გიესოლოდები მოვა. და ისე ცხელა, გოგო, კიდე კარგი საფარი სუთა მაქვს. ამ ბოლო დროს მე საფარი ძალიან არ მაგრამ აი მოვიდა. Fixed price-ში ვიყავი გოგოებო, ხა გაჩვენებთ რა უწუწუნო ხოიცით არ მიყვარს, მაგრამ იმდენად ძვირია ყველაფერი, რომ დღეს დავხარჯე 70 ლარი ყველგან რა, ორნაბიჯით ვიყავი და გეტყვით რა ვიყიდე მას 70 ლარი. Fixed price-ში მარტო ტკბილეული ვიყიდე, მეტი არაფერი ამის გულისთვის ჩავედი, ესენი ძალიან მიყვარს. ეს არის იმბირის პრიანიკი, ვნახოთ აბა როგორი იქნება. ამას მევჭამ ხოლმე რა, ძალიან მომწონს ჩაისთან და ყავასთან. ეს კარტოშკა. ესენი არის სუპები. ესენი სნაბი, კიდე აი ეს მიყვარს კიდე ძალიან. ესეთ სუპი და კიდე ერთი ესეთი, ნუ ესენი ძალიან კარგია, ძესთან, ჩაისთან, ყავასთან. და გემოვნებთ და აბა ნახეთ როგორ მოგეწონებთ. ესენი არის რაც ვიყიდე fixed price-ში. ესეთი. ეს პატარა მაღაზია გაიხსნა მეთქი ჩვენთან რო გითხარით. შინაურული ანუ სოფლის რაღაცეები აქვთ. კვერცხი ვიყიდე ძალიან მაინტერესებს, უნდა გავსინჯო. მაგათი კვერცხი სოფლისა არის, ასე მითხრა. 10 ცალი და ეს ვიყიდე ფარში ცოტა მათ ემთხოვა დედა გამიკეთე ისო რა ქვია, გუფთავა. და მათისთვის. ნუ ყველასთვის წვნიანი, მაგრამ მათს მოუნდა. კიდე ქინძი ეს არის ცოტა ბევრიას ამიგია. ცოტა ტალახიანი კარტოფილი და ხახვი, ფილე, კიდე ბრინჯი, ესე მაკარონი, ეს წვნიანისთვის მინდა ის არის რა ქვია. ტომატ პასტა და პური, აი ესენი. აუ ცუდად მილაგია, მაგრამ აქ არის პური.
აი ესენი. აი 70 ლარი დავხარჯე. რაში არ ვიცი და ცოტა ის არის უკვე რა უბრაზდები ხომე ძალიან ჩვენ ფასებზე. 70 ლარი ისეთი ძნელი საშოვარია და რაში ხარჯავ არაფერი არ მოგაქ რა ვიცი. მოვედი გოგოებო. მოვედი მინდა რომ დღევანდელი ვიდეო ვიცი რომ ელოდებით და საღამოსიც ავტვირთოთ რომ ცოტა დაღლილი ვარ ისე, მაგრამ მაინც მინდა რომ ავტვირთო. გარეთ გადაღებული კადრები უნდა გაჩვენოთ, როგორია ჩემი ტელეფონით, ვერ გამოვედი ჯერ ამ ემოციებისგან ისე მიხარია და არ ვიცი რა, აი ძალიან თან ძალიან მომწონს, გარეთაც ძალიან მომეწონა და ის რო გადავიდე. გარეთ კადრებსაც იღებს, აი არ ვიცი, იდეალურად იღებს გარეთ. ხო და ხო უნდა გაჩვენოთ ხო. დღევანდელი დღეც ხო უნდა მოგიყვეთ რა ხდებოდა. დღევანდელი დღე როგორი იყო, იცით? სიხარული, დაღლილობა. ცოტა გაღიზიანება. ერთად იყო ყველაფერი ისა. შერეული. ეგეთი დღე იყო დღეს. ბანკის გოგოებზე ძალიან გავუბრაზდი. ხო გითხარით ეს უნდა დავუმტკიცო მეთქი. დავუმტკიცე ეს. ამოვედი სახში. და ბარათი თურმე გასააქტიურებელი ყოფილა და არ მითხრეს. და ფეხით ჩავედი მეორეთ ისევ კრედოში რომ ბანკომატში უნდა გამიაქტიურებინა ეს ბარათი. ბანკომატები კრედოსი მარტო კრედოს ბანკებთან ადგა. სხვაგანაც არ არის და რა იყო ეხლა? ეს არის არაპროფესიონალიზმი. ზუსტად. აი თავისი საქმის მცოდნეები რო არ არიან. ჯერ იქვე რაღაცეები მაინტერესებდა, ვეკითხებოდი და ერთმანეთს ეკითხებოდნენ. ანუ აი არ ვიცი რა, ზოგჯერ ხომ ეგეთ რაღაცეებზე ძალიან ვუბრაზდები ხომე. ფეხით ჩავედით მაგის გულისთვის. რო ერთქვათ იქ, რომ იქვე დგარა და უბრალოდ უნდა მე არ ვიცოდი, რა ვიცი ხა. შეიძლება გამიკეთებია ეგ საქართველოს ბანკის ის ამაქმე ბარათი. კრედოსი არ მქონდა. და ალბათ მაშინ როდისღაც რო გავააქტიურე საქართველოს ანგარიში მაშინ აღარ გავაკეთე ეგ ოპერაცია, მაგრამ აღარ მახსოვს ახლა მაგ საქმეში და მაგ სფეროში რო არა ვარ და შეხო უნდა მითხრა რომ ამ ბარათს ვერ გამოიყენებ თუ არ გაააქტიურე. არ მითხრეს. ელემენტარული მაინტერესებდა დაუშვათ ლარიდან დოლარი როგორ უნდა ვიყიდო ონლაინ ბანკში და მაგასაც ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ნუ არ ვიცი რავი, იქ რო ზიხადა გიხდია, ხო, ესეთი ელემენტარულები. სად შეხვედიო? მოიცაო, ჯერ ხო შეკითხა, ეს როგორ გავაკეთო და მეორემ ხო აუხსნა ყველაფერი უთხრა რა და მე ეკითხება, მოდი ერთი მითხარიო, სად შეხვედიო ონლაინ ბანკში, ჩემი ტელეფონი მივაწოდე და იმას შეკითხეთ. ვიცი. ფილმში თან გაგვიანდებოდა. რა, მთელი დღე ვარ გარეთ დღეს. ჭურჭელი ახლა გავრიცხა ეს ყველაფერი, რაც არის აქ. გავრიცხა ახლა. მიკას არ აქვს. ტელეფონი პარი და იმაზე ვიყავით ასუხზე, ჩემ ასუხზე და გამოვიტანე ეგეს, ეხლა ვფიქრობ, არ ვიცი, ლარისას არ წავიდე თუ შეულებრივად ექიმთან მივიდი ამ პასუხების მაინც ექიმებთან რომ მივიდე
რომელიც გადავწყვიტო ძალიან კარგია, მაგრამ მაინც მამულობს ყველა ჩვენო მეთქი პასუხი მაინც რიგზეა ყველაფერი, საშიში არაფერი არ არის, მაგრამ გითხრა მაინცო მაინც ჩვენიო პასუხიო, მაგრამ ეგო ფასიანი არისო. და 6 თვის მერე უნდა მოხვიდეო კონტროლზე. მაგრამ შენ კი არა ყველა უნდა მოვიდეს, ყველა უნდა გაიკეთოს 6 თვეში ერთელო, მაგრამ ესე პასუხიო, მაინცო ჩვენიო მამულოქო პასუხი სადაცაულია რა, იმ ხალხმა მithla და რავი არის, ვერ გადავწყვეტია ახლა. მამულოქო ჩვენო პასუხი ხო რომელი 65 ლარი ისო. ეგ აღარ არისო ფასიანიო, და მე საცხო დამინიშნავს, რავი, თუ დამინიშნე შეიძლება სულაც არაფერი არ დამჭირდეს წამალი, მაგრამ ება რაღაცა დამჭირდეს 100 ლარი მინდა მაგაში. ყველაფერი რომ მოვაცხაო და მოვიდა. რა ქნა არის? როგორ გადავწყვიტო, ფიქრობ მაგას. აი ესე ყოყო, ესენი ეს არის რა მე გავეცხა. ეს დავიბანე ხლა. ხო, ძალიან გამაყურებელია ამ ხმა, ვიცი. ოფსებით ვიცი მაგის ხმაზე. თან ეს ახალი ტელეფონი უგრო მაგრა იწეს ხმას და საერთოდ და ხო, ვეცდები ყველანაირად, რომ აღარ ჩავთო ხოლმე კამერა, როცა ჩართული არის ისო ქვია. გამაწყობელი წლისა, ან თუ მჭირდება ხოლმე მაგზეს კამერა და დაწყებული მაქვს ვიდეო იქიდან გავიდე. მეორე ოთახში, აუცილებლად ვეცდები მაგას. ხო, აი ესეთი ამბები კიდე რა მოხდა დღეს. ეგ კაია რომ კარგი პასუხია, მაგრამ მაინც აჩვენებო პასუხიო, ესე მithქვა. ხო. კიდე მეტი არაფერი ისეთი მათე წავიყვანე, გამოვიყვანე, ფიქს პრაისში ვიყავი, ხო, იცი ხო გაჩვენეთ განფეტები და რაღაცები დავაგემოვნე მე, ახლები, რაც იყო და ეს ხო ძალიან მიყვარს. ეს ძალიან მიყვარს. ესეც ვჭამე, ეს ცალი. ამ სხვათა შორის დაბლა დაიწყო თავისთვის რაღაცეები. აი ეს როგორია. ეს შიგნიდან არის აი ესეთები. და მე ეს ვიღაცამ ჩააგდო, მე მგონი სავარაუდოდ მე ჩემი ნაჭამი. აი ესეთია. შიგნიდან ძალიან მივილი. და ეს ყოფილა უგემრიელესი. ძალიან იმბირის ისინა. აი პრიანიკი თაფლაკვერი. ვერ შევჭა, მაგრამ ეხლა უბრალოდ დავაგემოვნო თქვენთან ერთად. არის უგემრიელესი და ეს ხო ადრეც მithქია რომ ბაუნსა ჩამოუვარდება 20 ლარისა იყო თუ 22 ლარისა ფიქს პრაისში რაც ვიყიდე ტკბილეული, მაგრამ ძალიან ხარისხიანი ტკბილეულია. ყველა მაღაზიის ტკბილეულს ჯოფია მე მქონდა. მომწონს. ხო. ეს მოგიყევით ჩემი ამბები
ლემონტელი. არ მინდა. აი ეს რო შევჭამე მაგითო. უფრო კაია. ეხლა წავალ დავისვენებ. და ხო, ინგლისურში და მოვუსმინო ინგლისურის გაკვეთილს. სადაც ვწავლობ იქ. ხო, მაგას მოვუსმენ. ცოტა შეიძლება ცოტა დავწერო კიდევაც, იმიტომ რომ ძალიან რაღაცნაირი დღე იყო, რაღაც საქმეს ჩაეყარა საფუძველი, ცოტა განსხვავებული დღე იყო დღეს და შეიძლება რაღაცეები დავწერო კიდევაც. მიყვარხარ ყველას მშვიდობიანი საღამო, ჩემო სიხარულებო და ხვალამდე გემშვიდობებით. კუცნით.